ხულოს მუნიციპალიტეტში ისევ თოვს დაბა ხულოში თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღწევს, სოფლებში კი 50 სანტიმეტრს. ნალექმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. ენერგოპრო ჯორჯიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 1355 აბონენტი. უამიდობის გამო გადაადგილების პრობლემა იყო ხულოს სოფლებში. ცენტრალურ მაგისტრალზე თოვლის გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია. ხულოს გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, შეფერხებულ საავტომობილო მიმოსვლასთან დაკავშირებით შესაბამისი ტექნიკა უკვე მუშაობს. თამას აბაშიძის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათში აღდგება. გზა არ არის და შუქი არ არის. მეტი რა პრობლემაზე ვილაპარაკოთ. მეტი რა თემაზე ვილაპარაკოთ, რა წინსვლაზე ვილაპარაკოთ, რა მუშაობაზე ვილაპარაკოთ, რაზე ვილაპარაკოთ. ეს არის რაღაცა კატასტროფა რა. თუ ვინმესთან მიწდება ხმა, ვთხოვთ რომ ეს გამოასწორონ და რაღაცა ჩადგეს გალაპოჩი. დიდი უბედურებით და დიდი წვალებით ჩამოვედით აქ. ყოველი გათავლების დროს ეს ხდება. არავინ პატრონი არ ყავს, არავინ არაფერს არ აკეთებს. 5-6 დღე გადის ზოგჯერ და იმის შემდეგ მოდის შუქი. რაც შეეხება ჩვენ შემოქმედებას, ჩვენ მზადა ვართ, მუშაობთ სადღეღამისო რეჟიმში, საგანგებო რეჟიმში. უახლესი ინფორმაციის 1 საათით წინანდელი ინფორმაციით ენერგომომაგრაგება რაიონში მთლიანად აღდგენილია. ერთადერთ სოფელ ძმაგულაში ეხლა არის რემონტზე დაყენებული მაგისტრალი. რაც შეეხება სასოფლო გზებს, ყველა სოფლიდან ჩამოვიდა რაიონის ცენტრამდე სამარშრუტო ავტობუსები, მობილიზებულია ტექნიკა, გზების გაწმენდითი სამუშაოები მიდის.